ბუნკერიდან ხდება დაჭყლიტვა ყურძნის გადასვლა ქვევით კლერტგამცემ აპარატში, საიდანაც ის კლერტს აცლის ყურძენს, კლერტი გამოიყოფა და იყრება, ხოლო უკვე კლერტგამოცლილი ყურძენი ხდება პრესში, სადაც ხდება მისი დაპრესვა, ასე ვთქვათ, და მე ჭაჭასთან ერთად, ანუ აი ამ ყურძნის დაპრესილი ნაწილი სითხესთან ერთად უკვე მოთავსდება ცისტერნებში დასადუღებლად, რა. ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს პროცესი ვნახოთ, როგორ ხდება ეს ყველაფერი. მე ყურძენი ჩამოდის უკვე ამ კლერტგამცემ მანქანაში, ხდება კლერტის განცალკევება, კლერტი უკვე მიედინება იქით, ხო რომ თვითონ დურდო და ყურძენი ჩამოედინება, რომელიც მე აი ამ შვანის მეშვეობით უკვე ამოდის პრესში, სადაც ის ხდება დაჭყლეტა როგორც აგიხსენდა, მე უკვე ცისტერნებში მიემართება შესაბამისად. პროცესი იწყება ბოთლის მიწოდებით ხაზზე, ბოთლი შემოდის ჩაუმსხმელ ხაზზე და შემდეგ ხდება ესე იგი ბოთლში ხდება გოგირდის შეშვება, რომ იქიდან გამოიდევნოს მე ჰაერი. შემდეგ მოდის ბოთლის ხაზზე და ხდება უკვე ღვინის ჩამოსმა, რომელიც ხდება დოზირებულად, სპეციალურად, რომ მას საჰაერო კონდეს დარჩენილი საცობისთვის და კიდევ ლუსტი ამისთვის. შემდეგ მოდის ბოთლი უკვე საცობის დანადგართან, სადაც ხდება ბოთლში საცობის მოთავსება. უკვე გამოდის ბოთლი ამ დანადგარიდან და შემდეგ მიემართება დანადგარისკენ, რომელიც უკვე შაშს უკეთებს ამ ბოთლებს. აქედან უკვე ბოთლი მიემართება ეტიკეტის მანქანისკენ, რომელიც ჭკვიან მანქანად შეიძლება მოვიხსენიოთ, რადგან ის ბოთლს ურჩევს იმ ზუსტ პოზიციას, არა კლასიკურ ბოთლებს, რომლებიც არის განსხვავებული თავისი ფორმით და კონკრეტულ ადგილას უნდა მოხდეს ეტიკეტის დატანა. ეს ეტიკეტის მანქანა ურჩევს სპეციალურ მდებარეობას, ბოთლს აყენებს იმ მიმართულებით, რომ მოხდეს ეტიკეტირება. შემდეგ უკვე გზა პროდუქცია კუნელის მეშვეობით გადის შემდეგ საამქროში, ანუ შემოდის შემდეგ მეორე საამქროში, სადაც უკვე კოლექტივის მიერ ხდება აქციზური მარკების დაკვრა. საქართველოში ჯერჯერობით წარმოდგენილი ვართ მხოლოდ ლიტრანახევრიანი სასაჩუქრე ბოთლებით, რომლებიც ვფიქრობ, რომ განსხვავებულია სხვა კომპანიების მიერ ნაწარმოებულ ბოთლებიდან. ეს არის აი ამ ტიპის სასაჩუქრე ბოთლი, რომლებიც ძალიან ორიგინალურია, როგორც სახლში მოსახმარებლად, ასევე საჩუქრად ადამიანს, ასევე თუ სადმე პიკნიკს გეგმავს ადამიანი ქალაქგარეთ, იქაც საკმაოდ კომფორტული ამბოთლის აღება, რადგან მისი მოცულობა ლიტრნახევარია, ის ორჯერ მეტ სითხეს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი ბოთლი. ტრანსპორტირებისთვის ადვილია, იმიტომ რომ ის არ ტყდება, დაცულია თავისი მოწმობით და ეს არის ჩვენი ექსკლუზიური ბოთლი, რომელსაც სხვა კომპანია ვერ აწარმოებს და ამითიც ვართ განსხვავებული ამ ტიპის ბოთლებში. თუმცა ჩვენ მომავალი წლიდან უკვე გეგმავთ, რომ უფრო გავაქტიურდეთ ქართულ ბაზარზე და ვფიქრობთ, რომ გაზაფხულიდან კლასიკური ბოთლები ჩვენი კომპანიის მიერ ნაწარმოები კლასიკურ ღვინო, კლასიკურ ბოთლებშიც გამოჩნდება ქართულ ბაზარზე და ქართულ რესტორნებში ასე. As I understand it, I mean this has been dead quick so far. You know, if you use coal, აი ცეცხლიც, რომელიც მწვადისთვის მზადდება წალამზე. The great wood has gone into this kind of charcoaly state really quickly and we've got the meat on and it's going to be ready. იზუში შემწვარი მწვადი ვახშმისთვის უგემრიელესია. You've been out in the fields all day and had a hard day's harvest and you want something that's going to be really quick and hot and filling. So მე მაინტერესებს ასეთი სუფრა, მხოლოდ თქვენი შემდეგ იშლება თუ ჩვეულებრივ დღეებშიც ასე ვახშმობენ აქ. ყველა თქვენი შემდეგ რა თქმა უნდა აღნიშნა და აუცილებელია, სხვანაირად არ გამოვა თუ არა ადამიანს საშუალება და ვერ იყიდა, მაშინ იქნება, მაგრამ როცა არის საშუალება, უნდა აუცილებლად ესე აღინიშნოს. ვთქვათ, ფეზობლები, მეგობრები, ნათესავები იღებენ მონაწილეობას სასაქმეში. განსაკუთრებულად გემრიელია წანამდე შემწვარი მკვადი. მერე ამას დავატურავთ ბროტეულს, ხალხს აუცილებლად დავაყრით, აურევთ და ეს არის რაღაც ძალიან ტრადიციული და ძალიან ჩვენი კაი საჭმელი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ არაჩვეულებრივი დახვედრისათვის და საერთოდ ქართული თბილი სტუმართმოყვარეობისათვის. Discover Georgias წარმოგიდგენთ ოკეანიდა. საუკეთესო პროდუქტი ოკეანიდან. გადაცემა აღმოაჩინეს საქართველოს გენერალური სპონსორია
კორპორაცია ქართული ღვინო. აღმოჩინე საქართველოს პარტნიორია რესტორანი ძველი მცხეთა. გადაცემა Discover Georgia-ს მხარდამჭერია კომპანია იფქლიერთი. გსურთ გაიხსენოთ ნამდვილი შავი პურის გემო, რომლის ნედლეულის შემოტანის ექსკლუზიური მფლობელი საქართველოში იფქლიერთია. Discover Georgia-ს წარმოგიდგენთ ოკეანიდა. საუკეთესო პროდუქტი ოკეანიდან. გადაცემა აღმოჩინე საქართველოს გენერალური სპონსორია კორპორაცია ქართული ღვინო. გადაცემა Discover Georgia-ს მხარდამჭერია კომპანია იფქლიერთი. გსურთ გაიხსენოთ ნამდვილი შავი პურის გემო, რომლის ნედლეულის შემოტანის ექსკლუზიური მფლობელი საქართველოში იფქლიერთია. მოიცადე სათვალეს გავიკეთებ. დღეს ძველი თბილისის დასათვალიერებლად მივდივართ. იქვე აბანოებსაც უნდა ვესტუმროთ. წავიდეთ, ერთი სული მაქვს. დაჯექი, უბრალოდ გეხუმრე. ახლა ნოემბერია და ნოემბრისთვის მე ვფიქრობ ზედმეტად ცივა. კი, მგონი დღეს ძალიან ცივა. მე როგორც მითხრეს წელიწადის ამ დროს ასეთი სიცივე როგორც წესი თბილისის არ ახასიათებს. კი, მაგრამ არა უშავს, მაინც გადასარევი განწყობა გვაქვს და უბრალოდ სეირნობისა და დათვალიერების დროს არ მგონია სიცივემ შეგვაწუხოს. დაახლოებით 10 წუთის სავალი გვაქვს თბილისის ამ უბნამდე. ახლა ნამდვილად გაგვიმართლა, რომ საცობები არ არის, ისე დილიდან ძალიან იტვირთება ქალაქი. აი ჩვენც მოვედით, წამოაბანოში ჩქარა. Let's get our bathe on. Were you planning on coming here later on? სემ, გონი აქ მოსვლას ისედაც გეგმავდი, არა გაგიმართლა დღეს აქ რომ წამოვედით. როცა ამ შემოგარენში ვსეირნობდი და ეს აბანოები დავინახე, ჩემს შეყვარებულს ვკითხე, რა არის თქო. მან მიპასუხა, რომ აბანოებიაო და დღეს ნამდვილად გახარებული ვარ, რომ ზუსტად ამ ადგილას მოვედით. ქართული შეყვარებული ყავს, სემ, რა კარგია. დიახ, რა თქმა უნდა. One of the best parts in Old Tbilisi to see all the visitors are coming here, tremendous amount, and all the locals are treasuring this place because it's so. ეს ადგილი თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. All around the Caucasian. Right. აქ უამრავი ტურისტი მოდის, განსაკუთრებით აბანოებში. ადგილობრივებისათვის კი აქაურობა ნამდვილად მნიშვნელოვანი და საამაყოა. ამიტომაც ასე უფრთხილდებიან მას, ეს უბანი ხომ ძველისძველია. Actually, it has odor, but despite the odor, people are still visiting, enjoying their bath and ძველი თბილისი და მისი გოგირდის აბანოები არა მარტო საქართველოში იყო ცნობილი, არამედ მთელს კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში. მე და სემს ძალიან გვიხარია, რომ დღეს აქ ვართ. So, let's go experience this. Do we have some diseases to cure? I have many diseases, but I'm not going to tell anyone about those. Okay.
სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდის უამრავი ადამიანი, რომ განიცადოს გოგირდის აბანოების ეფექტი. გოგირდს თავისებური სუნი აქვს, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას ამ სუნს. გოგირდი დაავადებების მკურნალია და ცნობილია, რომ იგი კანისა და ძვლებისთვის ძალიან სასარგებლოა. ჩვენ ხომ არ გვჭირს რამე, იქნებ გვიშველოს. ნერვული სისტემისათვისაც კარგი ყოფილა გოგირდი. ისინი ბევრი დაავადება მაქვს, უბრალოდ არავის არ გეტყვით ამის შესახებ. აქ აბანოების თავზე ამოვძვერით და გოგირდის სუნი მართლაც რომ მძაფრად იგრძნობა. კი, მაგრამ არც თუ ისე მძიმეა, უნდა აღნიშნო, რომ ეს ის ადგილია, საიდანაც თბილისის, როგორც ქალაქის და შემდგომ უკვე როგორც დედაქალაქის შექმნას და ჩამოყალიბებას ჩაეყარა საფუძველი. ლეგენდის მიხედვით ვახტანგ გორგასალი ნადირობისას სწორედ ამ ადგილას მოხვედრილა, სადაც მისი საყვარელი ხოხობი ბუნებრივად ცხელ წყლებში ჩავარდნილა და მოხარშულა. ამიტომაც გადაუწყვეტია მეფეს, რომ თბილი წყლების გარშემო ქალაქი აეგო. მოგვიანებით კი თბილისი უკვე სატახტო ქალაქად გამოეცხადებინა. მე ვგიჟდები ამ ქალაქზე და განსაკუთრებით ძველ თბილისზე. ესე იგი, ეს ზუსტად ის ადგილია, საიდანაც ლეგენდა იღებს სათავეს და თბილისის წარმოშობის ისტორიაც. They built the bathhouses. I have to tell you how back in old days also and right now. აბანოების კულტურა ოდითგანვე თბილისის განუყოფელი ნაწილი იყო. ერთგვარი ტრადიციაც არის და ადამიანების თავშეყრის ადგილიც. აქ უბრალოდ ისვენებდნენ და სასიამოვნო დროს ატარებდნენ ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. აბანოში ახლად შეგიძლიათ დასხდეთ ლუდი ჩაი ან ყავა მიირთვათ, მასაჟი გაიკეთოთ ან უბრალოდ იჭორაოთ. ამასთან ერთად ახალი ძალებითა და ენერგიით აივსოთ. Doing the same thing. Right. So it's sort of like a tradition and a culture. Part of the culture, right? Yeah. Narqala's up there. Metexis over there. Kvari. როგორც ჩანს, საჩემო ადგილი ყოფილა. ესე იგი, ხალხი ტრადიციულად აქ დადის და უბრალოდ ერთმანეთის კამპანიაში ისვენებენ. მე ძალიან მომწონს ძველი თბილისის სტილში აგებული სახლები, დარაბები აქვს ძალიან ლამაზი. ცოტა ფრანგულ სახლებსაც კი მაგონებს. ხო, შეიძლება, უბრალოდ სახლების ეს სტილი ნამდვილად თბილისურია. In old Tbilisi. Yeah. Is very coming out from down below. Kedavt როგორი ორთქლი ამოდის, ორთქლს გოგირდის სუნიც მოყვება. Now the smell comes up. I can also smell it. ვაიმე ვიღაცამ დაგვიყვირა ქვემოდან, როგორ ჩანს ვიღაცა ბანაობდა და გავაბრაზეთ. წავიდეთ, თორემ შეიძლება ამოგვივარდეს და გვეჩხუბოს. Oh my god, someone was freezing and got angry at us. She's gonna come out and beat us up. Okay, we're gonna go because we're causing trouble around here for sure. See you guys. Bye bye. Oh my god. That was hilarious. Oh, we're here. აი მოვედით, გამარჯობა. გარეთ ისეთ ციოდა, აქ კი რა სიმყუდროვეა და სითბოა. Nice and warm in here. Yeah, it feels so much better than outside. Oh, I'm getting excited about this. Okay, let's go. Look around. At the kitchen. Oh, look at the tiling. Oh my god. This is heaven. Like it? It is awesome. Wow, it's so warm in here. მიკროფონი არ მიკეთია, რადგან ახლა ამაუსში ვარ. ვერ აგიხსნით, როგორი ფანტასტიკური სიამოვნება აქ ყოფნა. თავს გადასარევად ვგრძნობ ამ ცხელი გოგირდის აბანოში. აქაურობა მოდუნებისა და რელაქსაციის საუკეთესო საშუალება ყოფილა. შემიძლია აქ მთელი დღე დავრჩე. გამახსენდა ერთი რუსი ვაჭრისა და მოგზაურის გაგარას ფრაზა, რომელმაც აღნიშნა, რომ აბანოებში უცნაური და საოცარი შემთხვევის მომსწრე გახდა, სადაც ქრისტიანები და მაჰმადიანები ერთად ბანაობდნენ. დამეთანხმეთ, რომ ეს მართლაც გასაოცარი ფაქტია. დიდი რუსი პოეტის